საღამოშვიდობის ჩემო მეგობრებო, რამოდენიმე საკითხზე მინდა ვისაუბრო. ვრცელი თემა არის, თუმცა მოკლედ შემოვიფარგლები. შეიძლება თუ არა, უпростოდ რატომ არ შეიძლება სასულიერო პირს უწოდოთ მამა. როგორც ჩანს, ძველ აღთქმაში მამებს მარტო ღმერთთან დაახლოებულ პიროვნებებს კი არ ეძახდნენ, არამედ ტერმინი მამობა გავრცელებული იყო წარმართულ ქვეყნებშიც. და სულაც არ ნიშნავდა სასულიერო პირობას. ამის ნათელი მაგალითია არამის მეფის მხედართმთავრის კეთროვანი ნაყამანის ისტორია, რომელსაც თავისი მსახურები მას მამაოთი მიმართავდნენ. მიიხილეთ მეოთხე მეფეთას მეხუთე-თვის 13 მუხლი. წინასწარმეტყველმა ელისემ განკურნა მისი კეთრი. მოგეხსენებათ, ელისი არ ყოფილა სასულიერო პირი, არც ტაძრის მღვდელმსახური, მაგრამ ისრაელის მეფე ელისეს მამაოთი მიმართავდა. მიიხილეთ მეოთხე მეფეთას 6-თვის 21 მუხლი. ძველ აღთქმაში მამობა არ მიეწერებოდა სასულიერო პირობას, არამედ ადამიანს, რომელმაც საფუძველი დაუდო ხელობას ან მანამდე არ არსებულ შემოქმედებას, რაღაცა ახლის გამომგონებელს. მაგალითად, იაბალი იყო მამაი მკვიდრთა კარვებისათა და ანუ მეჯოგეთა მამა, ხოლო მისი ძმა იუბალი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. იხილეთ დაბადების მეოთხე-თვის 20-21 მუხლები. ასევე გახდა აბრაამი მრავალი ერების მამა და რწმენის მამად შეირეცხა, რადგან მანამდე მისნაირი მსგავსი რწმენა არავის გამოულენია ღვთისადმი, რომ შვილიც კი გაიმეტა მისთვის. ასევე ესაიაში ცაბაოთ უფალზე წერია, რომ ის არის ებრაელი ერის მამა. იხილეთ ესაია 63-ის 16 მუხლი, 74-თვის 1 მუხლი. ფსალმურებში კი ცაბაოთი უფალი არის ობლების მამა. იხილეთ ფსალმური 67-ის 6 მუხლი, რომელი იგი მამა არსობოლთაი და მსაჯული ქურითაი. თუმცა პირდაპირ გაგებით უზენაესი არავისი მამა არ შეიძლება იყოს მით უმეტეს ობლების, არამედ მზრუნველობითი ფორმით გამოხატული მამობა გამოიხატება და არა სულიერი მამობა. ანუ მზრუნველობითი ფორმით გამოხატული მამობა იგულისხმება, აიწერება და არა სულიერი მამობა. ასე შეიძლება მუხუცმა კაცმაც დაგიცახოს შვილოთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი სულიერი მამაა ის. ასევე ცაბაოთ უფალი ეუბნება დავითს, რომ ის გახდება მისი შვილის სოლომონისათვის მამა. სოლომონი კი ძე იქნება მისი. იხილეთ პირველი ნეშტას 22-თვის 1 მუხლი და 22-თვის 6 მუხლი. როდესაც სასულიერო პირებს თავისი მამობის სტატუსის დასაცავად მოჰყავთ ელისეს სიტყვები ელიასადმი, სადაც ის მამათი მიმართავს მას, იხილეთ მეოთხე მეფეთას 2-12 მუხლში, ანალოგიურად მიმართავს ისრაელის მეფე ელისეს გარდაცვლით ცხედარს მამაოთი, როცა მას დასტიროდა. იხილეთ მეოთხე მეფეთას 13-თვის 14 მუხლი. ანუ აქ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ სულიერი შვილი თუ იყო და სამღვდელო პატივში იყო, საკუთარ მამაოთი თუ მიმართავდა, აუცილებელი არ უნდა ყოფილიყო მღვდელი, იმიტომ რომ ისრაელის მეფეც მამაოთი მიმართავდა ელისეს ცხედარს. მაგრამ ამის გამო პირდაპირ გაგებით კი ელისეს სულიერი შვილი კი არ იყო ისრაელის მეფე, ან მისი მრევლი კი არ იყო, არამედ ეს იყო ძველი აღთქმის, არა მარტო ძველი აღთქმის ტრადიცია, არამედ წარმართული ტრადიცია მამად გახდომა. ანუ მისნაირი მეორე არ არსებობდა, ვინც იქნებოდა ასე ვთქვათ გამყოლი, ერის სულიერი გამყოლი. ასევე იობი სამარეს მიმართავს მამათი. თუ ჩაუძახებ სამარეს, მამა ხარ ჩემი. იობის წიგნის 14-თვის 14 მუხლი. ასევე პირადად მე სემინარიაში მეძახდნენ ძველი აღთქმის მამას. იმიტომ კი არა, რომ ძველი აღთქმა ჩემამდე არ არსებობდა და მე შევქმენი ის, არამედ იმის გამო, რომ ჩემნაირად მცოდნე ბიბლიისტიკის ამ სფეროში ტოლი არ იყო. ანუ მე თვითონ არ ყავდა ტოლი. შეგიძლიათ მანახოთ ერთი მუხლი ახალი აღთქმიდან, სადაც მოციქულ პავლეს მისი მოწაფეები მამად მოიხსენებენ.
არც ერთი პავლეს მოწაფე მას მამად არ მოიხსენებს. პავლე კი ამბობს, შეიძლება მრავალი მზრდელი ყავთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა. 1 კორინთელების 4:15 ნახეთ. მეოთხე თავის მე-15 მუხში ამბობს ამას. მაგრამ ის აქ არ გულისხმობს ვინმეს მამობას. სხვაგვარად ის თავის შვილებს მაოთი კი აღარ მოიხსენიებდა. 2 კორინთელების 1:1 ნახეთ. შენ საკუთარ შვილს, ძმას როგორ დაუძახებ? ამით ხომ შენ თანასწორად იხდი მას? თუ აღიარებ რომ შენი ძმაა, მაშინ ისიც მამა გამოდის. რადგან შენ თვითონ კი აღარ ხარ მისი მამა, არამედ ორივე ერთადერთი მამის შვილები და გამოირიცხება რომელიმეს მამობის უპირატესობა. ანუ რატო არის არასწორი მამობის დაძახება საკუთარ თავზე? იმიტომ რომ შენ ვიღაცაზე მაღლა აყენებ თავს, ანუ პირველობაზე გაქვს პრეტენზია. რადგან ისიც ისვაშ ზემოდან შენნაირად და არა შენგან. რადგან შენ თავად ზეციდან იშვი და არა შენ შობე ვინმე. როგორც ამბობს პავლე, მე გშობეთ ქრისტე იესოში სახარებითო. თუმცა პავლე არავის აიძულებდა მისთვის მამაოთი მიემართათ. რადგან ის არასოდეს თვლიდა თავს თავისი მოწაფეების სულიერ მამად, რადგან თავადაც ქრისტეს მოწაფე იყო. და ამბობს, ხო, სახარება ადამიანის შეეული არ არის, არც მეც ადამიანისგან არ მიმიღიაო. მაგრამ ეს შობა რასაც ნიშნავს, ხო, ეს იმას არნიშნავს, რომ პავლემდე პავლეს გარდა სხვა არავინ არ ქადაგებდა და პავლემდე არ იყო ნაქადაგები ქრისტე. მარტო ტიმოთე იყო პავლეს საყვარელი სულიერი შვილი თუ სხვებით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არც დემას, არც ფიგულუს და არც ჰერმოგენეს, რომლებმაც მიატოვეს პავლე, მათ შვილებად არ მოიხსენიებდა. ან კიდევ რატომ არ მოიხსენიებს სულიერ შვილად ონისიფორეს, ეპაფროდიტეს და ერასტოს, რომლებმაც უერთგულეს პავლეს? რატო იმათ არ მოიხსენიებს შვილებად? ტიტესაც კი ჭეშმარიტად მოიხსენიებს საერთო წმენაში, ანუ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, პავლემ ტიმოთეს და ტიტეს ეპისტოლები სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა, ვინაიდან ტიმოთეს წერს, ვინაიდან მე უკვე ვიღურები შესაძლებლობით, დადგა ჩემი წასვლის ჟამი 2 ტიმოთეს მე-4 თავის მე-6 მუხში. ასაკითაც მათზე დიდი იყო, ასე რომ როგორც ხანში შესული ჭაბუკ ტიმოთეს შეადარეთ 1 ტიმოთეს 4:12 შვილად მოიხსენიებს. ასაკის მიხედვით და აქ არანაირად არ იგულისხმება სულიერი მამობა. ვინაიდან თავად პავლესაც არ ყოლია მოძღვრად ადამიანი და არც არავისგან ჰქონია ნასწავლი ეს მოძღვრება და არც სხვისი მასწავლებელი არ გამხდარა. ამისთვის გამოგზავნეთ თქვენთან ტიმოთი, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებს ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში. ამბობს პავლე 1 კორინთელების 4:17-ში. ხოლო ის რომ სიკვდილამდე პავლე მოციქული იყო მოხუცი, ამას ფილიმონის წერილში 1 თავის მე-9 მუხში ვიგებთ. მაგრამ სიყვარულით უფრო გთხოვთ, სხვა კი არა, მე მხცოვანი პავლე, ხოლო აც ქრისტე იესოს ტყვეც. თუ ის სულიერი მოძღვარია, აბა მაშ ქრისტე ვინღაა? ამიტომ ამბობს პავლე, რადგან როცა ერთი ამბობს მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე მე აპოლოსი ვარო, განახორციელნი არა ხართ? ვინ არის პავლე, ვინ არის აპოლო? ხოლო მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა თითოეულს. ანუ ადამიანის დამსახურება კი არ არის, რომ თქვენ სახარების ირწმუნეთ ხალხო. არამედ ეს არის თქვენი დამსახურება, რომ თქვენ მიიღეთ ეს ცნობა სახარებისა და დაიჯერეთ. ანუ სახარება ხო არ არის 4 თავი, სახარება არის ინფორმაცია ძველი აღთქმიდან იესო ქრისტეს შესახებ, რომელსაც უნდა აღესრულებინა წინასწარმეტყველება, რაც მასზე იყო დაწერილი. ეს არის სახარება. ანუ ფაქტიურად სახარება შეიძლება ჩაიდოლოს ესაიას წიგნი. თრიანად სახარება ესაიას წიგნი. ასევე ფსალმუნების სახარება. ხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა თითოეულს 1 კორინთელების 3 თავის მე-4 მე-5 მუხლი. და შემდეგ აგრძელებს. ამიტომ ნუ რა უნდა დაიკვეხნეს ადამიანით. ხედავთ? არავინ არ უნდა დაიკვეხნოს ადამიანით და არავის არ უნდა უწოდო მამაო. ვინაიდან ყოველივე თქვენია, გინდ პავლე, გინდ აპოლო, გინდ კეფა, გინდ წუთისოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ დაწყო და გინდაც მომავალი, ყოველივე თქვენია, თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ხედავთ? ქრისტე კი ღმერთისაა. თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, თუ ქრისტე კი ღმერთისა არის, ხედავთ მეგობრებო? ანუ არავის არ უნდა უწოდო მამაო, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება არავინ. ჩვენ ყველანი ქრისტესი ვართ. ქრისტე კი ღმერთისაა, ხვდებით? ანუ ქრისტე თვითონ კი არ არის ღმერთი. ქრისტე ღმერთისაა. წოდებით ღმერთი კი არის, მაგრამ მასე შეშმაკიც არის წოდებით ღმერთი და მოსეც არის წოდებით ღმერთი. ძლიერი ღმერთი ეწოდება, ხო? ესაიაში, მაგრამ ძლიერი ღმერთი არ ნიშნავს ყოვლის შემძლე ღმერთს. საინტერესოა, როგორ გახდა სტეფანე დიაკონი.
ტაძრის მსახური, როდესაც პეტრესა და იოანეს იესოს სახელით ქადაგება აუკრძალეს ტაძარში, დემთავრება და მოციქულ პავლეს კი დევნიდნენ. ასეთ მდგომარეობაში, რომელი მოციქული დაადგენდა მას ტაძარში საცეცხლურის მსახურում დიაკვნად, თუ ერთია მამა, მაშინ სხვა მამა ვერ გვეყოლება მღვდლის სახით. და თუ ერთია წინამძღვარი, მაშინ სხვა ვერ ჩაანაცვლებს ქრისტეს ერთადერთობას წინამძღვრობაში. ოვასია. რომელი შვილი მიმართავს მამას ძმაოთი, არც ერთი. ამ გაგებით იესო ეშმაკსაც უწოდებს სიცრუის მამას. მაგრამ ეს იმას ხო ანიშნავს, რომ ეშმაკსაც მამა უნდა დაუძახოთ. იოანეს სახარების 8:44-ში რომ ამბობენ ეს ღვთლები, რომ მასინო თუ მამა არავის არ უნდა უწოდოთ, არც ფიზიკურ მამას არ უნდა დაუძახოთ მამაო. მაშინ არც იესოს არ უნდა ეწოდებინა ეშმაკისათვის სიცრუის მამა. თუ მამა არავის არ უნდა დაუძახო. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მამა არ დაუძახოთ არავის. მას არც მშობელს არ უნდა დაუძახოთ მამა. და თუ შენ აღიარებ მას შენ ძმამად, მაშინ დიდი თავხედობა იქნებოდა მისთვის ძმა გეწოდებინე, რადგან მამის ძმა იგივე მამის სტატუსს უნდა ატარებდეს და არა შვილობას. ასე არაა? ასე რომ მღვდლისათვის მამის დაძახება, როგორც ეს მიზა შეწონებდა ჩანდა ძველ აღთქმის ეკლესიაში, საჯულთა წიგნის 18-19 მუხლის თანახმად, 18 მუხლის თანახმად, იესომ უარყო და გააუქმდა და თქვა და მამა თქვენ და ნუის ხადით ქვეყანასა ზედა და რამე თუ ერთ არს მამაი თქვენი ზეცათაი და მოძღვარს ნუ ირქვამთ თავთა თქვენ და რამე თუ ერთ არს მოძღვარი თქვენი ქრისტე. მათეს ახარების 23-19 მუხლი. ეს სიტყვები მარტო სამღვდელობას ეხება თუ თქვენ, ვინც მას მამასა და მოძღვარს უწოდებთ. ხედავთ მეგობრებო, ხა ვიღაცა მღვდელმა ჩაწერა მე YouTube-ზე და როგორ აპრავებს ეცი თავის წოდებას მამობას, სასულიერო პირობის მამობას, რომ იძახის, რომ პავლე მოციქულმაო იქ ხო მიმართავ კრებაზე სინედრიონზეო მამანო და ძმანო რომ დაიწყო საუბარს, ხშირად ხმარობდაო ამ სიტყვებს, მამანოს ახსენებდაო და იუდაურ ტრადიციაში სინედრიონის წევრი ვერ გახდებოდი თუ ცოლი არ ყავდა მოყვანილი. აუცილებლად უნდა მოგიყვანა ცოლი. ისე არავინ არ გაგხდიდა მღვდლად. დემთავრად მით უმეტეს და მღვდლად. ყველა ანუ ადრეულად აუჯახებდნენ და ყველა მამაკაცი უნდა ყოფილიყო დაუჯახებული. ქალი ადრეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო. დაჟე 13 წლის ასაკში ათხოვებდნენ ქალებს. და ეს ტრადიცია სხვათა შორის საქართველოშიც იყო, ძველ ხალხში და არის კიდევაც აღმოსავლური ტრადიცია აღმოსავლეთში. ახალგაზრდა გოგო ქალებს ათხოვებენ, ადრევად ათხოვებენ. იყო ეს ტრადიცია. ანუ ნებისმიერი კაცი, რომელიც არ იყო დაუჯახებული, ის წყეულად ითვლებოდა. და ასე რომ სინედრიონის წევრი ვერ გახდებოდი თუ არ იქნებოდი ოჯახის მამა, ანუ ოჯახში მამა. ამიტომ მიმართავს მამანო და არა ის, რომ იქ სულიერი მამები ისხდნენ და ყველანი მამები იყო და თვითონ რაღაცა იმათ შვილად აღიარებს საკუთარ თავს. არა. თუ მამანოთი მიმართავს პავლე მოციქული, მაშინ აღიარებს, რომ მისი სულიერი შვილია, ხო? მათი სულიერი შვილი, მათი გამოზრდილია, გამალieles ფეხებში არ იზრდებოდა, მაგრამ ამავდროულად თვითონ როგორ იქნება სხვისი მამა თუ სხვასაც მამას უწოდებს. აბა დაფიქრდით რა. მე თუ მამა ვარ, ჩემზე აღმატებულ სხვას მამაოთი აღარ მიმართავ, ხო? იმიტომ რომ მე თვითონაც ვიღაცის მამა ვარ. და მე თუ ვიღაცის სულიერი შვილი ვარ, მე ვიღაცის მამა ვერ ვიქნები. რა კონტექსტში ვარ ვიღაცის მამა? ანუ თუ ბიბლია ასწავლის, რომ მამა ეწოდება არა მხოლოდ პიროვნებას, რომელიც ღმერთის მსახური, არამედ პიროვნებას, რომელიც არის ხედამთავარი, ასურეთის ხედამთავარი და ეს მამობა არ არის უბრალოდ რაღაცა წოდება, სასულიერო წოდება, არამედ ეს არის პრეროგატივა, რომ შენ ახარ ის პირველი ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა, თქვათ, აი მე სტუდენტი და მე ჩანგეთა მამა, როგორც იუბალი იყო, ხო? მამობა ეს არის დადგენილი, რომ პირველი ხარ იმ საქმეში, რასაც შენ აკეთებ და შენ ბადალი არ ყავს ამ საქმეში. როგორც აბრაამი იქცა რწმენის მამად, იმიტომ რომ აბრაამისნაირი რწმენა არავის არ გამოუხატია დღემდე, რომ ვიღაცას საკუთარი შვილი შეეწიოს. ეგ კი არა, ვიღაცას შვილი რო გაუხდება ცუდად, ღმერთს აყუდრობს, რომ რა ის ღმერთი ხარ. ნახევარზე მეტი ხალხი ტაძარში მიტოდათ ის, რომ შვილები კარგად უყოფენ და რაღაცას კითხავობენ და რაღაცა სანთლებს და მჭყიბაობენ იქა და რაღაცა სანახაობად აქციეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა, რომ ხატებს თხოვო, დახმარება, განსასწრებისგან და გაჭირვებისგან თავის ასარიდებლად. როცა პირდაპირ უნდა მოწოდებული უნდა იყოს შენ განსასწრებისათვის, ხო? დევნილობისათვის.
და შენ იქ ევედრები რომ კარგად მიმყოფე და რაღაცა სისულელეებს. კარგად ამ ქვეყანაზე ვერ იქნები, მით უმეტეს სიმართლის დამცველი. და თუ მართლმადიდებელი ხარ, მით უმეტეს. მართლმადიდებლობა ნიშნავს სიმართლის თქმას, მართლმხილებაც მოყვება მას მართლმადიდებლობას და თუ მარტო დავტოვებ სიტყვას, რომ კარგად ჟღერს ყურში, ყურს ელამუნოს და არ შევასრულოთ იმას, რაც მართლმადიდებლობას ეხება, მართლის თქმა, ხო? მაშინ მართლმადიდებლები კი არა ხართ, წვალებლები ხართ. ჩვეულებრივი მწვალებლები ხართ. და რაც შეეხება მღვდლებს კიდე მამა არავის არ უნდა უძახოთ, არ უნდა მიმართოთ მამაოდით, არც ხელზე არ უნდა აკოცოთ და არც ჯვარზე არ უნდა აკოცოთ. ეს არის სატანის გამარჯვება კაცობრიობაზე. ეს არის სატანის გამარჯვება წუთისოფელზე. ასეხსნიან ჯვარცმის ისტორიას და არა გამარჯვება იესო ქრისტეს. ჯვარცმით არ მოხდარა. ჯვარცმა გამარჯვება არა. ჯვარცმა ეშმაკის ზეიმია ქრისტეზე, ქრისტეს სხეულზე, რომ მოკლა ის და იმძლავრა მასზე. მაგრამ აღდგომაა ჩვენ ჯვარცმულ ქრისტეს კი არ ვქადაგებთ, ჩვენ ვქადაგებთ კვეთით აღმდგარ ქრისტეს, განდიდების ძალით ზეცაში სიცოცხლის წარუვარი ძალით დგას შუამავლას, ხო? ის აღარ კვდება და მისი სხეული როგორია სახე, როგორია არავინ არ იცის, იმხილა გამოსხივება მოდის მისი სახიდან და ფეხები რო ვალის ცეცხლივით აყო, ხო, აგიზგიზებულიო. ივანემ რო იხიდა გამოცხადებაში, რომ დავინახეო, დავვარდიო მის ფეხწინო იმხილა გამოსხივება მოდიოდა მისი სახიდან. თქვენ ამაზე იზახით, რომ ეს არის ჯვარცმული? აღარ არის ჯვარცმული, არა, ის არის ჩამოხსნილი და ის არ არის ნებული და რაღაც ჩვენ არ ვქადაგებთ მსხვერპლს, ჩვენ ვქადაგებთ მსხვერპლის მიზანს. რაც ქრისტემ აღასრულა, ანუ კვეთით აღდგარ ქრისტეს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, პავლე მოციქული არ ლაპარაკობდა, ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს. ჩვენ ვქადაგებთ კვეთით აღდგარ ქრისტეს, კვეთით აღდგომისათვის ვიდევნებიო პავლე ამბობს. ჯვარცმული ქრისტე კი არ უნდა იქადაგო და ჯვარზე კი არ უნდა გეკიდოს იქ. ჯერეთი ჯვარიც არ წერია ბიბლიაში, სტავროსი ჯვარი არ არის. და ეს მე-15 საუკუნიდან დამახინჯდა ეს თარგმანები და მე-15 საუკუნის უწინარესაც კი ამახინჯებდნენ და ცვლიდნენ ტექსტებს. რამდენი ტექსტებია შეცვლილი, რამდენი ბიბლია შევადარი, იმდენი ტექსტი არის დამახინჯებული. და არ არის რა ბიბლიის წიგნი, რომ ჩვენ ამ წიგნით სრულად ვინმეს რამე უმტკიცოთ. იმიტომ რომ ყველა თავის ბიბლიას გადაგეშლის და აი ჩემთან ეს წერია, შენთან ისატო წერია. მუხლებით კინკლაობა. და რამდენი მაგის გამო დახოცეს კიდევაც, ხო? რაც არასწორია, იმაზე კი არ ამახვილებენ ყურადღებას, რომ არასწორია და მოდი რაღაცა ორიგინალს შევადაროთ, ხო? ან რაღაცა ებრაული წავიკითხოთ და იქ ებრაელს დავეკითხოთ. არა. ბერძნულს მიაწვნენ და აი ბერძნულში ისე წერია და ბერძნულში ესე წერია. როცა ყველაფერი არის თარგმნილი ებრაულიდან. წყარო არის ებრაული. იმიტომ რომ ქრისტე იყო წინადაცვეთილი, ხო? თუ იძახი რომ ღმერთია, მაშინ როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ქართველი და ამავდროულად თან წინადაცვეთილი ებრაული ტრადიციით. არც ერთი იქ უცხოტომელი არ შევიდოდა სინაგოგაში და არც ერთ უცხოტომელს იერუსალიმის ტაძარში არ უშვებდნენ. მით უმეტეს წინადაცვეთას არ უტარებდნენ. სავალდებულო არ იყო და რანაირად უთანხმებენ ესენი ერთმანეთს ქრისტეს ქართველობასა და ქრისტეს ღმერთობას ებრაელებთან, მე არ მესმის. რა ვიცი, ვისაც ესმის, ახსნას მაშინ, აბა, ახსნას რა შეუძლიათ? თან ყველაზე თავარი რა არის? ებრაელთა წერილი პავლეს მოციქულის ამოღებული არის, სადაც იქ წერია, რომ ღმერთი მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ჩვენს მამებსო, წინასწარმეტყველთა მეშვეობითო. ახლაო ბოლო დროსო, თავისი ძის მეშვეობით დაგველაპარაკავ. ესე იგი, თუ წინასწარმეტყველების მეშვეობით და პირით ბაგეებით მამაზეციერი გველაპარაკებოდა, ახლა ამ ბოლო დროს ძეში თვითონ როგორ დაილაპარაკა, ანუ თვითონ როგორ იყო ძე, ხო? მაგაგებით წინასწარმეტყველებიც მამა ღმერთები იყვნენ? ახლა წინასწარმეტყველების პირით მამა ლაპარაკობდა? ხო და ესეთი გაუკუღმართება არის რა, გაუკუღმართება არის. არც ერთ სასულიერო პირს, არც მოძღვარი არ უნდა უწოდო, არც მამაო არ უნდა უწოდო. ეს მე კი არ ვიგონებ, კაცო, ძველაღთქმის ტრადიცია თუ იყო, ძველაღთქმაში სასულიერო პირს კი არ უწოდეს მამაოს, არამედ ნებისმიერ პიროვნებას. მე მგონი გასაგებად ახსენე, ხაღარ გავიმეორებ მაგას რა. ეს არის უცოდინრობის ბრალი, ანუ ადამიანებს არ უნდათ არაფრის გაგება. ერთმა მითხრა მეო შენი მსმენი, მეო შენო არ გისმენო.
ძალიან ცუდი თუ არც მისმენ. მე იმიტომ კი არ ვწერ რომ შენ გინდა თუ არა მომისმინო მეთქი. უბრალოდ შენ უნდა შეადარო და შენ უნდა მივხვდე რომ გატყუებენ რა. გამოდი ამ საღათას ძილიდან და რეალურად შეხედე რა. მონად ნუ იქცევი, ბრმად ნუ რავის ნუ მიენდობი და შენ თვითონ შეხედე ცხოვრებას, მაგათ მოქმედებას, ხო? ჯერ მრევლისგან ფულს რო ითხოვენ, სადა რომელი მოციქული იქცეოდა მასე, რომ შესაწირებს ითხოვენ და სტავკებს ადებენ თავის მსახურებას და ეს მსახურებაც არ არის, არის საშინელება, რა ის მსახურები არიან ეგ. დავასრულე მეგობრებო, რა ვიცი, იმედია საინტერესო არის და რავი დავიღალე უკვე ამ ხალხის ახსნები და რაღაცებით რა. რვაათასი ლაიქი აქვს რაღაცა სისულელეში. სისულელეების ქადაგებლებს წარმოიდგინე, აი რატო უყვართ ამ ხალხს ეს სისულელე რა? ჩემამდე არ მოდის. ბიბლია არც ეც არ აქვს საკითხი წარმოგიდგენე თავიდან ბოლომდე. კონტექსტიდან ამოგრეჯიან რაღაცა მუხლებს და აი იქ ეგრე წერია და არა და ესაიას წიგში არ წერია პირველი და უკანასკნელი ვაფშე არ წერია. არც ებრაულში და არც ბერძნულში. საიდან რეები მოჩმახეს, რას თარგმნიან, რა აწუხებთ, რა აწვალებთ, რა საწვალებენ, ჩემამდე არ მოდის. აი რა პრეტენზიები აქვს, მე არ ვიცი. თავისუფალი აზრი კიდე ვიღაცა რაღაცას რო იტყვის, კრიტიკული აზრი, ხო? არ შეიძლება ეს როგორი ხა, იმას ასწავლი, ამას ასწავლი. რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭო? ვის ვასწავლი, ვისაც ეშლება, იმას ასწავლი აქ, აბა რა. ყველას ვისაც ეშლება, იმან უნდა ისწავლოს. მაგრამ არც ერთი არ არის მსურველი დაждდეს და ისწავლოს, იმიტომ რომ თავს არ იწუხებენ და თავიდანვე რაც ასწავლეს, იმას იმეორებენ. იმიტომ დაგვამხო ღმერთმა თავზე ყველაფერი და წაგვართვა მადრიდს და ცხებულებას და გაისო ინდოელები და აქეთ საკუთარ ტავარს გვაჩეჩებენას თავიანთი გამოგონი რაღაცა იმეებს ინდურ საქონელს უკტენია და ჩვენზე ვაჭრობენ და ჩვენს ქვეყანაში სახლდებიან. წარმოგიდგენიათ რამხელა ცოდვა გაქვს ჩვენ ცოდვა აქვს ქართველ ერთს ღმერთის წინაშე, აი როცა ესე ამახინჯებენ ღმერთის მცნებას და ღმერთის სიტყვას. არ შეიძლება იქ რაღაცა მოაკლო, გადააკლო, შენებურად გადმოთარგმნო და აი ამ სიცრუეში თანხმობით ჩაითრიო და უბიძგო რომ როგორ აი უმრავლესობა თუ ასე ფიქრობს, შენ რატო ფიქრობ განსხვავებულად. მე რაც წერია ბიბლიაში, რაც არის, ხო? რასაც შენ თვლი მან ნორმალურად, ხო? მე იქიდან გელაპარაკები რომ მან ძმაო არ არის ყველაფერი რიგზე. და თუ შენ მაინც ჯიუტად მეუბნები რომ იესო ქრისტე არ არის მეორე ღმერთი და თვითონ არის ის პირველის და უკანასკნელის და ყველაფერი და თავიდან ბოლომდე თვითონ არის, მაშინ რატო ამბობ საბაოთი უფალი? ძველ აღთქმაში ჩემს გარდა სხვა არავინაა. საბაოთი უფალი იესო ქრისტე არ არის. იმიტომ რომ იესო ქრისტე მოწმობს საბაოთ უფალზე. მან მომავლინაო, ახა მე და ბავშვები რომელიც მომცა უფალმაო, საბაოთ უფლისაგან იყოვე ესო. და იოანეს სახარების 17:5-ით იმეორებს. შენები იყვნენ და მე მომეციო. იესო ქრისტე ხშირად ამბობს ამას. მე მომეცი, შენები იყვნენ, მე მომეცი. დიდება შენთან რომ მქონდა, შენ რომ მომეცი, ქვეყნის შექმნამდე. რა დიდებაზია, იმ ცხებულებაზია საუბარი, რაც იესოს ჰქონდა მამასთან ზეცაში. და ის თვითონ არ ყოფილა უზენაესი ღმერთი. 90 ფსალმური ამის დასტურია. 90 ფსალმურში იესო ქრისტე არის უზენაესი საფარქვეშ მყოფი. ყოვლის შემზის ჭრილი ქვეშ ისვენებს. და დავითი ეუბნება იესოს მე-9 მოხში იქვე. შენს თავში საფრად აირჩიე უზენაესიო. უზენაესი არის დიდი ღმერთი. დიდი ღმერთი ესე ეწოდება ფსალმურებში. აგერ ხა უყურე, ამ ხელახმა ისმის ინდოელების. მაღაზია გააკეთეს, გახსნეს კაფე-ბარი და სულ ინდოელებით გაიუსო. ტელეფონებსაც ინდურებს ყიდიან. ყველაფერი ინდურია, ანუ ცხოველები არიან. აქაც სამსახურშიც ორი ინდოელი მუშაობს რა. სადა ვართ? ჩემს ქვეყანაში თავი მგონია უცხოეთში. ღირსები ვართ. კიდე გააგრძელეთ თქვენ აი სამების მოდიდებლობა და კერპთაყვანისმცემლობა უარესი დაგემართებათ. მე არ მიხარია, მაგრამ ალბათ ესეა საჭირო, რომ ჭყვაზე მოვიდეს ქართველი ერი. არა, ქართველი ერი ჭყვაზე ვერასდროს ვერ მოვა. იმხელა სიბნელე დავინახე, იმხელა სიბნელე და იმხელა სიძულვილი მოდის მათი უმეცრებიდან. სიძულვილი ხო უმეცრებიდან არის. იმიტომ რომ კაცი რომელიც ქრისტეს იცნობს, იმისგან სიძულვილი კი არ უნდა მოდიოდეს, სიყვარული უნდა იფრქვეოდეს და როგორც პავლე ამბობს, ჩვენი შრომითო ჭამთ პურს, არავის ტვირთად არ ვაწევათო
და ამას ვქადაგებთ, რომ იც არ შრომობს ნურ შეჭამს. წარმოგიდგენიათ, გვაგინებენო და ჩვენო ლოცულობთ მასეო, დოცავთ. ვინაა ეხა მასეთი? არც არავინ. ყველა გამოიცდებით აბსოლუტურად. ყველა გამოიცდებით. არ დარჩება ადამიანი ბოლომდე კანდიდებაში. მასაც მიადგებიან და შეურაცხყოფა მასაც მიადგება. როგორც სამუნებში წერია, არ დარჩება არც ერთი ადამიანი შეურაცხყოფის გარეშე. ყველას მოგაგებათ შეურაცხყოფა, ყველას მოგადგება სასჯელი. არ დარჩებით დაუსჯელები არავინ, მაგის იმედი ნუ გაქვთ. თქვენთანაც მოვლენ, თქვენც მოგაყენებენ, თქვენს დაგამცირებენ. და ვაი იმას, ვისაც ღმერთი დაამცირებს. და ნეტარია ის კაცი, ვისაც ღმერთი ცოდვას არ ჩაუთვლის და ღმერთი ამართლებს. ამათმა ღმერთის დროს წამდეთ ამათ. ტაძრებს კი არ ააშენებდნენ კაცო. შენო ტაძრებიო გეზიცხებაო და ტაძრები ძულსო. ის ყველაფერი რაც ღმერთს ეწინააღმდეგება და ღმერთს არ დაუვალებია ჩვენთვის, ხო? რა თქმა უნდა, უნდა შეიზიზღო, აბა ის რაც მამაც ძულს, მეც მძულს. ძულს ეს კერპთაყვანისმცემლობა. თუ დამისახელეთ პირველ წყაროს, რომ ეს პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ, კი ბატონო, ბოდიშს მოვიხდი და ხელებს ავწვე, მაგრამ არ არის არც ერთ წყაროში. რომ იქ ფრესკები ეხატა და რაღაც ტაძრებს აშენებდნენ. ისინი იყო საწმინდარები და ის ტაძრები არ ერქვა იმას. არც კანკელები იყო, არც საკურთხევლები იყო. არც ფრესკები არ იყო. არც ესეთი სახის მღვდლები არ ყავდათ. იქ ყველანი იყვნენ ქრისტეში დაძმები. თუ შენ ვინმეს უწოდებ მამაოს, მაშინ ძმა აღარ უნდა დაუძახო, გამიგე? აი ეგ საკითხი დავაყენე მე კათედრაზეც რა. პავლე რო ეუბნება მამანო და ძმანო, ამით ის ვიღაცის სულიაშვილად კი არ აღიარებს თავს, არამედ ძმას უწოდებს. მამანო და ძმანო. მამანოთი მიმართა მოხუცებულ ადამიანებს, იმიტომ რომ იქ გამალიელიც იჯდა, ხო, რომელმაც პავლე გაზარდა. ამ კუთხით მიმართავს, იმიტომ რომ ნებისმიერ მოხუც ადამიანს და ჩვენზე უფროს ადამიანს უნდა დაუძახოთ მამილოთი, მამათიც. რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი, როგორც ჩვენ შობელ მამას ვეძახით და როგორც ჩვენ უცხო, არა ფიზიკური მამა, არამედ უცხო, აი მოხუცი ადამიანი შვილოთი მოგმართავს, შვილო მოდი მომეხმარე. მაგრამ ის ხო არ არის ჩემი ბიოლოგიური მამა, სულიერი მამა, რახან მე სულიერი შვილო მიწოდა, ხო? ამ გაგებით უწოდებს ტიმოთესაც პავლე მოციქული შვილოს. თუმცა სხვა თავის მოწაფეებს შვილოთი არ მიმართავს, იმიტომ რომ დაახლოებით პავლეს ასაკის ხელა იყვნენ და იმათ შვილოთი ვერ მიმართავდნენ. კარგი, მეგობრებო, აღარ გადაღლით. ასე როცა მომესურვება ხოლმე ჩავწერ ლაივებს და ვინმეს თუ რამე კითხვები აქვს, არ მოერიდოს დაწეროს აქ კომენტარებში, თუერიდება პირადში მომწეროს. არის ეგეთი რაღაცები ხოლმე, რომ აქ გამოჩენაერიდებათ. ზოგჯერ მამაოებიც უკწელავენ ხოლმე, რომ მაგამ ბიჭსო არ მიეკაროთო, კითხვები არ დაუსვათო. ასეთი ისიც აქვთ ხოლმე, აფიშირებენ, რომ თავიანთი გარყვნილება და თავიანთი მკრეხელობა და ერეტიკოსობა დაფარო. იმიტომ რომ მე არგუმენტირებულად ვუდგები, ხო? რა არის წყარო, საიდან ლებს ამტკიცე, როცა გადმოკეთებული წყაროები გაქვს რაღაცა გარდამოცემებით ხელმძღვანელობ, რაც არ წერია არც სახარებაში, არც ბიბლიაში, არც წმინდა წერილში, არ წერია ის, რასაც ეს სასულიერო პირები გადაგებენ რა. და ესენი ეშმაკისახურები არიან, იმიტომ რომ სიმდიდრე და ვერცხლისმოყვარეობა, ფუფუნება, პატიმოყვარეობა და კომფორტის ზონა არ ქონდათ მოციქულებს. მათი ნიშანი იყო დევნა. ქრისტიანი რო ხარ, შენი ერთადერთი ნიშანი არის დევნილობა. დევნილი თუ არა ხარ, შენ ქრისტიანი არ ხარ. ფუფუნება ქონდათ მილიარდერი და ეპისკოპოსი და მილიარდერი კარგი რა. ჯერ ერთი ღვთისმთავარი ქრისტეს გარდა არავინ არ არის. ქრისტეს ღვთისმთავრობა არავის არ გადაეცემა და ესეც არასწორია, როცა კაც ღვთისმთავრის წოდება აქვს და უნეტარესის და უწმიდესის ხარისხი აქვს. ესეც არასწორია. და ბრილიანტის პანაღია აქვს ეპისკოპოსს, ეს არასწორი არის. ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე მასონური და სატანისტური. მან ქრისტე ღმერთი და სულიწმინდა არ არის. მან არის სატანის სული. იმასაც თავისი ანგელოზები ყავს და ნათლის ანგელოზებად გარდაისახებიან და მოჩვენებითი სიმშვიდეს ანიჭებს თავის მსვენელებს.
აი ტაძარში თუ ვინც დადიხართ მე 20 წელი ვიარე მანდა ყველა აბსოლუტურად რომ მიდიხარ წირვიდან სახში ყველას გეძინებათ არ დაგისვიათ კითხვა ან იქ რო ფეხზე რო დგახართ რატო გეძინებათ ან სახში რომ მიდიხართ ესე არ ამქვეყნიურად რატო გეძინებათ იმიტომ რომ მანდ არის სატანის სული მანდ არ არის ღმერთის სული ღმერთის სული კი არ აძინებს და კი არ აკვდინებს პირიქით აცოცხლებს იმიტომ რომ ცოცხალია მამაზეციერი ცოცხალია ქრისტე და ის არ არის ჯვარცმული და მკვდარი ჩვენ ჯვარცმულს და მკვდარ ქრისტეს და მკვდარ ღმერთს არ ვქადაგებთ ჩვენ ვქადაგებთ ცოცხალს კვერთხით ამდგას გამდიდებული სხეულის მქონე ზეცაში გარ უზენაესი შუამავალს ის ხო შუამავალია ხო ერთია ღმერთსა და კაცის შორის შუამავალი კაცი იესო ქრისტე 1 ტიმოთეს 2:5-ში ხო წერია შუამავალი თვითონ როგორ იქნება უზენაესი შუამავალი უნდა იყოს შემრიგებელი ანუ მესამე პირი პირველს უზენაესსა და კაცობრიობას შორის მესამე პირი უნდა იყოს შუამავალი თუ ის თვითონ არის საკუთარი თავის შუამავალიცა და ამავდროულად ის ვინცთანაც შუამდგომლობს მაშინ ის მისი შუამავლობა იკარგება ამიტომ იოანე რომ ვინ არის ცრუ გარდა იმისა ვინც უარყოფს რომ იესო არის ქრისტე ქრისტე ბერძნული სიტყვა და ებრაულად არის მეშიხეხა ანუ ცხებული თვითონ სიტყვა გეუბნება რომ ქვეყნის შექმნამდე მამამ სხო ძეს ძე არის მისი ქრისტე ანუ უზენაესის ცხებული გამოცხადება 11:15 ნახეთ მე 11:15 მოხდა აუცილებლად წაიკითხეთ მეგობრებო გონივრულად ახალი აღთქმის პავლე მოციქულის წერილები გამოცხადების სიგრძე იმუშავეთ როგორც იწყება ხო ყნა ჩვენ სამეუფო ღმრთელ ღვთისა და მამისა თვისისა მეხუთე მოხში ანუ იესო ქრისტემ გაგხადა თავისი ღმერთისა და მამის მღვდლები აბა წავედი მეგობრებო მშვიდობა იყოს ჩვენს უყველაზე ჩვენს მენელებზე გაგვაძიროს უფალმა და მოგცეს გამოცხადების და სიბნის სული მის შესაცნობად ამინ